მარჯანიშვილის თეატრში იპოვე თქვენი დიდი სიყვარული, რომელიც ცხოვრება გაგრძელდა. იქ იყო დამადგა თვალი და დამადგა. რუსება მსნიერო სვანაირად მიყურებდა, მე დავემძურე. გეუბნეოდათ რომ მოწონდით? სახში რომ მივდიოდი, მომყვებოდა იქამდე. ჩუმად, თუ გაცილებდა. ჩუმად მომყვებოდა რომ მოვიხედავდი და დაიმალდებოდა ხოლმე და ხედავდი რომ ეცა და ამან სულ გამაგისა. უყვირე ერთხელ მომწრიალდი და უყარე, რას მომძებ, მე შეამესკი რომ მომძე. და რა გითხრათ? არაფერი, თავი დახარა და წავიდა. ანუ ერიდებოდა ეთქვა რომ მოწონდით, ხო? კი, ერიდებოდა რომელია. მე შევეშვიე. თქვენც მოგეწონათ? იმიტომ რომ სხვა რაღაცებს მიყვებოდა, მაცინებდა ბევრს. ხო და მე სულ გაგიზდა. მითხრა ეს ხო იციო ძალიან მიყვარხარო. ხო და შენ სავს არავის არ დაუთმობო და მოწრიალდა და გაიქცა რომ არ გამარწყასო. თქვენც გიყვარდათ ამ დროს? კარგი ბიჭი იყო, შავი ხუჭუჭის მე მქონდა, იუმორით სავსე იყო და პედაგოგებს უყვარდათ ისე. ეგრეთ სტუდენტი არ ყვარებიათ, როგორც ეგ უყვარდათ და მე. კი. შეიძლება არც დამიჯეროთ, მაგრამ ჩვენ გაკვეთილი გქონდა დაბლა ფოიეში. გუნდოდათ რომ შემოეყვანათ ნატო ვაჩნაძე. ხო ნატა რომ დავინახეთ. შემოვარწევთ ძრე. ხო და ნატამ იმას უთხრა ისა გოგოს ნახვა მინდაო, ქერა გოგო რომელიაო. თქვენზე? შემზე. მოეწონეთ სცენაზე? არა. იმდენად მაქებდნენ. იმდენად მაქებდნენ და მაღმერთებდნენ, რომ რა ვიცი. და სახლში როდესაც თქვით უკვე რომ დაოჯახება გადაწყვიტეთ. ეს კაცრი მამისთვის უნდა გაგემხილათ და როგორი რეაქცია იყო ოჯახში? იმას მოყვა თავის ძმა, პოლკოვნიკი იყო თუ გენერალი იყო, იმას მაზლიჩები. ხო. ესე კოდეს ძმა. ხო და ეს ძმა ძალიან ისეთი კაცი იყო, სერიოზული რაღაცა. და ის მოყვა და იმან უამბო მამაჩემს ყველაფერი. მოერიდა მამაჩემს. ამ კაცის და რაც უნდა ისაქნანო, ხელი ჩამიქნევია მაგაზეო. არ უნდოდა მსახიობის იძე? არ უნდოდა რა თქმა უნდა. ძელი ცხოვრება შეერები იქნებითო. ეგ აგვისურვებდა.